ეგა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს გვექნება მე-12 კვირის სემინარი, ვისაუბრებთ ის ალგორითმებზე და დღეისთვის გავარჩევთ აი ამ მოცემულ სამ ალგორითმს. მოდი ეგრევე დავიწყოთ. ზედმეტ ლაბარაკის გარეშე. აქედან რამდენიმე უკვე გაკეთებული გაქვთ დავალებებში ყოფილა. თუმცა დღეს მაინც შევეცდები რომ სხვა გზითაც ამოგახსნები დათამოცანები, ალგორითმები და სხვა კუთხით შეგახედოთ, რომ ეს პათერნები კარგად დავიმახსოვროთ. დაწერეთ ალგორითმი რათა იპოვოთ სტრინგი პალინდრომი თუ არა. თავიდან გავარკვიოთ რა არის პალინდრომი. პალინდრომი არის ისეთი სტრინგი, ამ ტექსტური ჩანაწერი, რომელიც თავიდანაც და ბოლოდანაც ერთი და იგივენაირად იწერება და იკითხება. მაგალითად, level ან როგორ თავიდანაც level-ა, ბოლოდანაც level-ა, ეს თავიდანაც როგორ არის, ბოლოდანაც როგორ არის. ეს ამოცანები შეიძლება გარჩეულის გვაქვს, თუ არ გვაქვს უმეტესობას უკვე გაკეთებული გაქვთ. და იდეაში ყველაზე მარტივი ჩანაწერი, რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე დავალებებს რომ ვახსოვებდი, იყო ჩაშნებული მეთოდების გამოყენება. მოდი ფუნქციას დავწერ. Function is palindrome. ერო ფუნქციის გამოვიყენებ, რომელსაც გადაეცემა string პარამეტრი. მოდი ის palindrome გამოვიძახოთ. და გადავაცეთ level. ერთ-ერთი ხერხი არის ის, რომ ეს ორიგინალი stringi შევატრიალოთ და შევადაროთ strings. ან თუ შეტრიალებული და ორიგინალი ერთმანეთის ტოლია, ესე იგი palindrome-ია. და ამის შეტრიალება შეგვიძლია reverse მეთოდით. თუმცა reverse არის მარტო მასივების მეთოდი, მას string-ებს ვერ გამოვიყენებთ, ამიტომ ამ strings დავხლიჩავთ, ანუ დავსპლიტავთ. ასოებად დავყოფთ. მე შემიძლია ეგრევე string-ი შევადარო მის შეტრიალებულ ვერსიას. ანუ string-ს ჯერ დავხლიჩავ split მეთოდით. მერე შევატრიალებ reverse-ით და მერე ისე დავაჯვენებ, რათა string-ი მივიღო. ეს უკვე ჩვენი ნაცნობი ხერხია. და ეს იქნება რა თქმა უნდა true. აქ რო სხვა ასოც ყოფილიყო, იქნებოდა false რა თქმა უნდა. თუმცა ეს შეაშნეული მეთოდები ეგრევე გვიჭრის პრობლემას და მარტო ამ ხერხს არ უნდა დავჯერდეთ ხოლმე. მოდი მეორენაირად ჩავწეროთ. მეორენაირადაც იგივე ლოგიკა არის, უბრალოდ ამას გავაკეთებთ ჩვენით, ანუ შემოტრიალების ლოგიკას ჩავწერთ ჩვენით. ეს მაგალითის დაწერილი გვაქვს იდეაში. ანუ შეგვიძლია შევქნათ reversed string-ი, რომელიც თავიდან არის ცარიელი და მერე ეს string-ი დავლუპოთ უკნიდან. და თითოეული სიმბოლო ჩავუმატოთ აი ამას. ანუ ჯერ l, ეს l, მერე e, მე ბოლოდან მესამე, ბოლოდან მეოთხე, ბოლოდან მეხუთე. For let udris string-ის length -1 ბოლო ინდექსი ყოველთვის string-ში და მასივში არის მის სიგრძის გამოყენებული ერთიანი, იმიტომ რომ ინდექსირება იწყება 0-დან და 1-ს ვაკლებთ. იმეტია 0-ზე, იმეტიან ტოლი 0-ზე, იმიტომ რომ 0-ის გვჭირდება და -- ყოველ ჯერზე პატარავდება. და reverse string-ში ჩავამატებთ string-ის iur index. და ბოლოს დავარითანებთ string-ი უდრის თუ არა reverse strings. ესეც შეგვიწერია წინა ლექციებზე. ანუ თუ ეს true არის, ფუნქციას true-ს დააბრუნებს, თუ ეს false-ია, ფუნქციას false დააბრუნებს. ეს იქნება რაც ხარვეზია. reverse string ნახეთ, ეს element to constant variable. reverse string იცვლებოდა constant არ უნდა შემექნა, let-ით უნდა შევქნათ. Okay, ეხლა true არის, ეხლა იქნება false. იმიტომ რომ reverse string არის a level. და ორიგინალი არის level. ერთმანეთს არ უდრის რა თქმა უნდა, ხო? თუმცა ამის კიდევ ერთი გზა შეგვიძლია. ერთი ხერხი ჩავწეროთ.
მოდი ფუნქციას გავამზადებ ისევ. ანუ რადგანაც თავიდანაც და ბოლოდანაც ერთი და იგივენაირად იკითხება, ანუ რა გამოდის, რომ პირველი ასო ტოლია ბოლო ასოს. მეორე ასო ტოლია ბოლოდან მეორე ასოს და ასე შემდეგ. ოღონ ჩვენ პირობა ასე არ უნდა გქონდეს, ანუ თუ პირველი უდრის ბოლო ასოს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ პალინდრომია და ეგრევე დავარითანოთ. ეგ არ გამოვა. იმიტომ რომ შეიძლება პირველი და ბოლო ტოლი იყოს, მაგრამ მეორე და ბოლოდან მეორე არ იყოს ტოლი და ნაადრევად არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ამიტომ ლოგიკას ვატრიალებთ და იმის მაგივრად რომ ვიპოვოთ, როდის არის სტრინგი პალინდრომი, არამედ პოულობთ, როდის არ არის სტრინგი პალინდრომი. და თუ ამ ჩვენს ჩეკს, ანუ შემოწმებას გაივლის, ესე იგი პალინდრომია. ანუ მე მჭირდება ორი აღნიშნული პოინტერი. ბევრ ალგორითმში შეიძლება გამოგვატოს ეს მიდგომა. Left და right. Left იქნება თავიდან 0, ანუ მასივის პირველი ინდექსი და right იქნება ბოლო ინდექსი, ანუ length -1. და ყველა იტერაციაზე left გაიზრდება 1-ით, right შემცირდება 1-ით, იმიტომ რომ 0 ინდექსი უნდა შედარდეს მეოთხე ინდექსს, პირველი ინდექსი უნდა შედარდეს მესამე ინდექსს და ნუ ეს თავის თავს რო გავუტყუოთ აზრი აღარ აქვს. ანუ left-ი იქნება 0 თავიდან, ხოლო right-ი იქნება string length -1. და სანამ left-ი ნაკლები იქნება right-ზე, ანუ ეს left-ი იზრდება ყველა ჯერზე, right-ი პატარდება და სამ ნაკლები left right-ზე, მანამ უნდა დავსვათ ეგეთ კითხვა. არის თუ არა აი ეს სიმბოლოები ერთმანეთის ტოლი. მაგისთვის left and right-ს გამოვიყენებ როგორც ინდექსებს. და ვიტყვი რომ თუ string-ში left index-ზე მდგომი ელემენტი, ასე ვგერა, არ უდრის string-ში right index-ზე მდგომ სიმბოლოს, მაშინ დავარითანოთ false. ანუ ერთი რომც არ იყოს ტოლი, უკვე საკამარისია დაუშვათ, რომ ეს string-ი პალინდრომი არაა. და რა თქმა უნდა, ყველა იტერაციაზე ჩვენი left-ი გავაზარდოთ 1-ით, ხოლო right-ი შევამციროთ 1-ით. და თუ ისე მოხდა, რომ პროგრამა ისე ჩაიარა, რომ while-ში false არ დაარეთანებულა, ანუ ეს ამ while-ის მთლიანი არსი ხო ისაა, რომ დავიჭიოთ ის string-ები, რომელიც პალინდრომი არაა. და ეს თუ არ მოხდა, თუ ვერ დავიჭიეთ, ესე იგი პალინდრომია და ბოლოს ეგრევე დავარეთანოთ true. ანუ ახლა იქნება true, ახლა იქნება false. იმიტომ რომ აი აქვე l და w ერთმანეთის ტოლი არა და false დაარეთანა. Okay? თუ რამე კითხვა გაქვთ, დამისვით. Okay. კარგით, მაშინ გადავიდეთ დღეისთვის მეორე ამოცანაზე, ალგორითმზე. დაწერეთ ალგორითმი, რათა დაადგინოთ არის თუ არა ორი სტრინგი ანაგრამა. ეხლა ეს ანაგრამა რა არის? ორი სტრინგი ანაგრამა არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი შეიცავენ ერთი და იმავე ასოებს, ერთი და იმავე რაოდენობით. მაგალითად, თემო და ომეთ არის ანაგრამა. ანუ ესეც TMO-ს შეიცავს და ესეც TMO-ს შეიცავს. არა აქვს მნიშვნელობა რა თანმიმდევრობით. აქ რო ორი მოიყოს, ესენი ანაგრამები არ არიან. აქ აჩებულია ჩაშნებული მეთოდების გამოყენება. is anagram გამოვზადოთ ფუნქცია. Und ორი string მჭირდება უკვე. string 1 და string 2. თემო და ომეთ იყოს მაგალითად. მე შემიძლია ეს ორივე string-ი დავსორტო ანბანის მიხედვით და ისე შევადარო. ხო? და თუ ტოლია, ესე იგი ანაგრამები არიან. ანუ ეგრევე შემიძლია დავარითანო string 1 sort, აქ თუ არგუმენტად ფუნქციას არ გადავცემ, default-ად დაისორტება ანბანის მიხედვით. ეს უდრის თუ არა string 2 sort.
თუმცა აქ კიდევ პატარა პრობლემაა. Sort-ი არის massive-ის მეთოდი. ნახეთ, string 1 sort is on the function. ანუ ჩვენ გვიწევს რომ string 1 და string 2-ის დავხლიჩოთ ასოების მასივად და ისე დავსორტოთ და მე ისევ შევაერთოთ. ანუ ჯერ დავხლიჩავ split მეთოდით, ცარიელ სივრცეზე ანუ ასოებად გადავაქცევ, დავსორტავ და მე ისევ დავაჯოინებ. აქაც იგივე. დავხლიჩოთ, დავსორტოთ და ბოლოს ისევ შევაერთოთ. ეხლა გამოიგნას truth. აქ რო ორი t იყოს, ერთმანეთს არ უდრის, ხო? ეს რინგები. ნუ აქაც იგივე რომ, ანუ უკვე ჩაშნებული მეთოდებით ჭრით პრობლემას და ეს თალ კარგი არა, ნუ ეს უნდა ვიცოდეთ, კარგი რომ მეთოდების გამოყენება ვიცით, მაგრამ ჯობია რომ ჩვენთაც შეგვეძლოს ჩაწერა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ წერთ ალგორითმს, მაშინ მუშაობს გონებო ყველაზე მეტად. ისევ შევქმნათ ფუნქცია. და აქაც შეგვიძლია გამოვიყენოთ hash map-ების პრინციპი. როგორც წინაზე ახსენეთ. ოღონდ თავიდან შემიძლია რაღაც ჩეკი გავაკეთო და ვთქვა რომ თუ ორივე string-ის სიგრძე ერთმანეთის ტოლი არაა, მაშინ აზრი არ აქვს მათ შედარებას, ანაგრამები არ იქნებიან. თუ ერთი 4 სიმბოლოიანი და მეორე 5-იანი მაგალითად, ესე განაგრამა არაა უეჭველი და ყოლად აღარ შევამოწმოთ. და ამ checks შემოწმებას პირველივე ხაზით დაუწერ. თუ string 1-ის length-ი არ უდრის string 2-ის length-ს, მაშინ ეგრევე დავარიცხავთ false. ერთ ხაზიდან მქონდება რა ხამ არის, პირველ შემთხვევაში აღავწერო უფრო მარტივი და მოკლე ჩანაწერი გამომივიდეს. და მე შემიძლია ეგეთ რაღაც გავაკეთო. რომ ჯერ hash map-ში, ანუ თუნდაც ობიექტში შემიძლია გამოვიყენო, დავითვალო პირველ string-ში თითოეული სიმბოლოების რაოდენობა. ანუ რაღაც count-ი მქონდეს. და აქ ჩამოვწერ რომ t არის ამ string-ში გამეორებული ერთხელ. e არის გამეორებული ერთხელ. m-ც ერთხელ. და o-ც ერთხელ. ანუ ჯერ ვითვლი პირველ string-ში თითოეული სიმბოლო რამდენჯერ მეორდება. ხოლო შემდგომ მეორე string-ი შემიძლია დავლუპო და თან უყურო ამ count-ის ობიექტს. ანუ აქ რომ 1 o შემხვდება, მოვუძებნი os, ეს ობიექტი, ანუ hash map-ით შემიძლია გამოვიყენო, იმით არის კარგი, რომ ეგრევე შემიძლია ერთი ნაბიჯით მოვუძებნო ნებისმიერ მნიშვნელობა. o1 o1-ით. ანუ ერთი ნაბიჯი მჭირდება, რომ ამ თუნდაც მილიონ ელემენტიან ობიექტში მოვუძებნო რაღაც მნიშვნელობა. და გამოვყევ ერთიანს. ვნახე მეორე string-ში, ჩავედი პირველი string-ის count-ში და o იყო ერთხელ, მოდი ერთიანს გამოვყოთ 1 არის 0, ხო? მერე m შემხვდა მეორე string-ზე. ისე პირველი string-ის count ჩავუკვირდით, m მაქვს 1 გამოვყოთ, იმიტომ რომ აქ 1 უკვე შემხვდა. დარჩა 0-იანი. e-ც 1 მაქვს აქ. გამოვყოთ 1 დარჩა 0, t-ც 1 მაქვს. გამოვყოთ 1 დარჩა 0 და მე ნახეთ t არ კიდე. ეხლა ვდგები და t შევამოწმებ აქ რა მაქვს და 0 მაქვს თურმე. ანუ გამოდის რომ პირველ string-ში იმდენი t არ მქონია, რამდენიც მეორეში მქონდა. ამიტომ ეს ორი string-ი პანგრამა აღარ არის. შეიძლება მქონდა საერთოდ სხვა სიმბოლო. მეორე string-სო დავლუპავ, w საერთოდ არ ფიგურირებს პირველი string-ის count-ში. ამიტომ პანგრამები არ არიან და ეს ლოგიკა შემიძლია გამოვიყენო. ანუ პირველ რიგში მე მჭირდება რომ დავითვალო რამდენი სიმბოლო, რომელი სიმბოლო რამდენჯერ მეორდება. და ეს რაღაც ნაწილიც ჩაწერილი გვაქვს ადრე. ანუ ვლუპავთ პირველ strings for-ს გამოვიყენებ, char იქნება ჯერ t, მერე e, მერე m, მერე o. შემიძლია ეგრევე string-ი დავლუპო for-ით შემიძლია. იმიტომ რომ string-ის თავად არის სიმბოლოების, ანუ ქარაქტერების მასივი. და char შეინახება ჯერ t, მერე e, მერე m, მერე o. და count-ში შევინახო properties kit. ეს char-ი, ანუ t, ან e, ან m, ან o. და გავუტოლო count char ან 0
პლუს 1. ანუ თუ უკვე მაქვს სიმბოლოს შესაბამისი ერთეული ობიექტში, მაგას ავიღებ და მაგას მივუმატებ ერთიანს. მაგალითად, თუ t მეორედ მხვდება, ესე იგი t ერთხელ მქონდა ერთიანს მივუმატებ ერთიანი, გამოვა 2. მაგრამ თუ t პირველად მხვდება და აქამდე არ მქონია ობიექტში, ეს იქნება false ნიშნულობა, undefined და ან ლოგიკური ოპერატორის მოკლე ჩართვა იმას გულისხმობს, რომ თუ პირველი ნიშნულობა არის false, ეგრევე მეორე ბრუნდება და 0-ს დამატება ერთიანი და იქნება 1. ეს იგივე ჩანაწერია, რომ აი ვთქვათ, რომ თუ ობიექტში სიმბოლოს ნიშნულობა უკვე გვაქვს, მოდი ავდგეთ და მას დავუმატოთ 1. count char plus ხო, თუ არ გვაქვს, მაშინ ავდგეთ და შევქმნათ count char და გავხვალოთ 1 სტოლი. აი ეს და ეს არის ერთი და იგივე. და ამას ქვია ლოგიკური ოპერატორის მოკლე ჩართვა, რაც წინ ლექციაზეც ერთ-ერთზე თქვი რომ ახსენე და თუ არ გახსოვთ, გაიმეორებთ გირჩევთ. და ნახეთ, ახლა მე უბრალოდ დავარითარნო ჩემი count-ი. ჩათ. is anagram false რა გამოიტანა. იმიტომ რომ 1-ში 5-ია მეორეში 4. აი t არის ერთხელ ერთხელ მოერთხელ ოერთხელ w ერთხელ. w რომ მქონდეს 5 ჯერ, გამოიტანა w 5-ს. მომიცი ახას უნდა დავამატო. აი ეს w არის 5 ჯერ. ანუ თავიდან t ობიექტში არ მქონდა, ამიტომ 0-ს დამატა ერთიანი და ერთიანი მიენიჭა, არც m მქონდა, არც m მქონდა, არც o, w არ მქონდა და 1 გახდა, მაგრამ მეორე ჯერზე გადავიდეთ მეორე w-ზე. მაგ დროს count char-ი არის 1 სტოლი. იმიტომ w ერთხელ გვაქვს. 1 ან 0 აბრუნებს ერთიანს, იმიტომ რომ 1 არის truth ნიშნულობა, ჭეშმარიტ ნიშნულობა და 1 + 1 არის 2. მერე 3, 4 და 5-იც გახდება. და მერე უკვე უნდა დავიწყოთ მეორე სტრინგის დაკვირვება. ანუ ეხლა უნდა დავუყოთ მეორე სტრინგი. For let char of string 2 და რა ქერექტერი ან სიმბოლოც შემხვდება მეორე სტრინგში, ავდგებით და პირველი სტრინგის counts, პირველი სტრინგის count-ის შესაბამის სიმბოლოს ნიშნულობას გამოვაკლებთ ერთიანს და ვიტყვით რომ ეს უკვე ერთხელ შემხვდა. ანუ count char -. და თუ ისე მოხდა რომ უკვე 0 მაქვს, 0 არის false ნიშნულობა და შემიძლია ეგ დავიხმარო if-ის პირობაში, რომ თუ count char-ი არის false ნიშნულობა 0-ია, მაშინ დავარითარნოთ false. ხოლო თუ unforced limits ჩაერა რომ false არ დავარითარნოთ და ესე იგი ორივე ანაგრამა და ბრუნდება true. ეს რო გავიაროთ დებაგერით ნახეთ. char-ი არის თავიდან ეს შევკეცო. char-ი არის t, პირველ სტრინგზე ვართ ამჟამად. count-ში t-ს key შეიქმნება და მიენიჭება რაღაც ნიშნულობა. count char ან 0. ჯერ ეს გავიგოთ რა არის. char-ი არის t, count-ში t ჯერჯერობით არ მაქვს, არაფერი არ ანახეთ. ამიტომ ეს არის undefined, undefined ან 0 აბრუნებს 0-ს. იმიტომ ეს false ნიშნულობაა. და 0-ზე გადავიდე ეგრევე. 0 + 1 არის 1. ანუ t გაქვს ერთხელ. იგივე იქნება e-ზე, m-ზე, o-ზე, პირველ w-ზე. მაგრამ მეორე w-ზე ნახეთ ხდება. ეხლა char-ი არის w-ისო, იმიტომ რომ ბევრი w მქონდა ამ string-ში. ანუ count-ში w-ს key-ის ნიშნულობა იცვლება და ხდება რა? count w არის 1 სტოლი, 1 ან 0 აბრუნებს ერთიანს და 1 + 1 არის 2. ანუ ეხლა ეს 2 გახდება. მერე 3 გახდება. 4, 5. მორჩა პირველი ციკლი გადავედით მეორე string-ზე.
ჩარი არის აქ O და ვამოწმებთ, რომ თუ მე აი ამ count-ში O-ს მნიშვნელობა არის 0-ის ტოლი, ან საერთოდ არ მაქვს, ესე იგი უნდა დავარეთანავე false, იმიტომ რომ ანაგრამა არ გამოდის. ანაგრამის თქმელი მოყავს კარგავს. მაგრამ O მაქვს, ამიტომ რა ხომ მაქვს O, ავდგები და გამოვაკლებ აი ამ O-ს 1-ს. ესენი იმიტომ ჭირდება, რომ შეიძლება ასოები მთხოვდეს, მაგრამ პირველ რიგში იყოს 2O და მეორეში 3O. ამიტომ უნდა დავთვალო ეგეც. 0 დარჩა. ეხლა მეორე ჩარი არის M. ვამოწმეთ string-ში მაქვს თუ არა M. მაქვს 1-ის ტოლია. 1-ს გამოკლდება 1 და გახდება 0. ეს იგივე, E-ც გახდება 0, T-ც გახდება 0. მაგრამ ეხლა მეორე T-ც მაქვს, ნახეთ? და ვქვა რომ თუ count-ში T არ მაქვს ან 0-ის ტოლია, 0 ან undefined ორივე false value და ორივე წაიღებს აქ, მაშინ დავარეთანავთ false. და დაერთანდება false, იმიტომ რომ აქ არის 2T, იქ არის 1T. ანუ ეს ჰაშმაპები, ან ობიექტებად გამოყენება, საკმაოდ კარგი ხერხია, რომ რაღაც ელემენტები დავითვალოთ. key value წყვილებათან რო გქონდეს. Okay. ამ ამოცანაზე თუ არის ამ შეკითხვა. ამ ალგორითმს. ანუ მინდა რომ პათერნი დაინახოთ. ანუ არ მინდა რომ დაიზეპოთ რაიმე ალგორითმი, მინდა რომ პათერნები დაინახოთ და შემდგომ ეს პათერნები თქვენითაც გამოიყენოთ. თავიდანვე ერთი ემოტება, როცა ობიექტში ნახავთ. ხო, პირველი ასრაც ხდება, ერთიანი ხდება. 1. მაგრამ თუ მეორედ შეხვდა, აი მაგალითად, თავიდან W1-ის ტოლი გახდა, მაგრამ მეორედ შეხვდა, ერთიანი მიემატა. იმიტომ რომ აქ მაქვს logical ოპერატორის მოკლე ჩართვა. იგივე logical operator short circuiting ასე ქვია და არა, ესეც ლექციას მაქვს ახსნილი. როგორ property მაგისგან. აი ამით. ობიექტში აი აქ რაც ხდება. ობიექტში ვქნით ახალ property-ს, რომელიც კი არის ჩარი. ჩარი არის ხან ჯერ T, მერე E, მერე M, მერე O და ინჭევა ნიშნულობა. ან თავიდან 0-ს რატო არ ამატებს, ვერ მივხვდი. იმიტომ რომ ვიყენებთ აი ამ ოპერატორს. მაგალითად მე თუ მაქვს თემო ან ნიკა ეს დაემბრუნებს თემოს. იმიტომ რომ ან თუ პირველი არის truth მნიშვნელობა, აბრუნებს პირველივეს. თუ false მნიშვნელობა მეორეზე გადავა. მაგალითად ეს რო იყოს undefined და აბრუნებს მეორეს, იმიტომ რომ პირველი არის false მნიშვნელობა. და undefined ხო იგივეა, რაც რომ ობიექტში ჩარი არ მქონდეს. მე თუ პირველად ვხვდება ასო, ხო გამოდის რომ ობიექტში არ მქონი, ესე იგი ეს undefined-ია. undefined-ია 0 აბრუნებს 0-ს. 0-იც false value-ა, მაგრამ ეს ისე მუშაობს, რომ თუ პირველი false-ია, უეჭველი მეორე ირჩევა რა. 0 აირჩევა და 0 + 1 არის 1 და ერთიანი მიეწერება. მაგრამ მე თუ ჩარი აქამდე შემხვდა, მაგალითად T აქამდე შემხვდა და 1-ის ტოლია. 1 ან 0 დააბრუნებს 1-იანს, 1 + 1 არის 2. T ორჯერ შემხვდა და 2 მიენჭა. ესე მუშაობს ეს logical operator. და კიდე პირიქით ეს და ოპერატორი პირიქით შვება რა. მაგრამ მეორე ხო სწორია და ერთს რაღაცო ამატებს და 0-ს არა. ნახე? 0-ს არასდროს არ ამატებს. ყოველთვის რაღაცას ემატება ერთიანი. თუ სიმბოლო პირველად შეხვდა, 0-ს ემატება ერთიანი. იმიტომ პირველად ხდება.
მაგრამ თუ სიმბოლო პირველად არ შეგხვდა, ვიღებთ იმ რაოდენობას, რამდენჯერაც იყო აქამდე უკვე და მაგას ვამატებთ ერთიანს. ანუ თუ 3-ჯერ შეგხვდა, 300-ს ვიღებთ და 300-ს ემატება 1 და ვამბობთ რომ მე-4-ჯერ შეგხვდა უკვე. მაგრამ თუ აქამდე არ შეხვდა საერთოდ 0-ს ემატება ერთიანი. ანუ ან 0-ს ემატება ერთიანი, ან წინარე რაოდენობას. ანუ ერთიანი რაღაცას უეჭველი ემატება. ხო, გარეთ არის ერთიანი და მაგიტო. ანუ ჯერ ეს გამოითვლება და მერე დაემატება რაღაცას ერთიანი. ოკეი. არაფერს. კარგი. და დღეისთვის ბოლო ალგორითმი არის მოცემული რიცხვების მასივის მიხედვით დავადგინოთ არის თუ არა მასივში დუპლიკატები. აბდაუდო მიწერია. ცოტა ისე ჩავწერეს პირობები და ცოტა დაყელი ვარ და კარგად ვერ დავწერე როგორც ჩანს გამართულად. მაგრამ ნუ ისე გულისხმე რომ მაგალითად გვაქვს მასივი dup has duplicate და nums დავარქვათ, მოდი ახლა რიცხვების მასივი. მაგალითად გვაქვს 1 2 3 3 4. ან უნდა ვიპოვოთ მასივში არის თუ არა დუპლიკატები. გინდა რიცხვები იყოს, გინდა სტრინგები იყოს, მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ამაზე უნდა დააბრუნოს true, ამაზე false, იმიტომ რომ დუპლიკატები, ანუ გამეორებული ელემენტები არ გვხვდება. თქვენთან მაქვს კითხვა. ასეთ დროს რომელ მიდგომას გამოვიყენებდით? რაიმე იდეა ხო არ გაქვთ? ამ ალგორითმის ამოხსნის, როგორ დავადგინოთ არის თუ არა მასივში დუპლიკატები, ანუ გამეორებული ელემენტები. ისე რომ რაიმე ჩაშნებული მეთოდი არ გამოვიყენოთ. ანუ მე შემიძლია მაგალითად new set-ი გამოვიყენო. new set-ში თუ შავსვავთ მასივს, ეგრევე იღებს დუპლიკატებს. და თუ ამისი size-ი არ უდრის nums, ესე იგი დუპლიკატები იყო რა, იმიტომ რომ ამის size იქნება 4, ამის იქნება 5 nums length-ის. მაგრამ ეს არ მინდა მე. filter და index of. შეიძლება რომ ეს მასივი გავფილტროთ, დავტოვოთ მხოლოდ ანუ უნიკალურები და თუ უნიკალურების სიგრძე უდრის ორიგინალის სიგრძეს, ესე იგი დუპლიკატები არც გქონია. მაგრამ მაგას რომ მეტი რესურსი ჭირდება, იმიტომ რომ ფილტრს უკან კიდევ ციკლი დგას და ნუ ეგ არ გვინდა მოდი. ოგეი, შევხედოთ კიბელი, როგორც წერა ჰაშმაპი ისე. ხო, ჰაშმაპი კი სწორია. ანუ შემიძლია ჰაშმაპი გამოვიყენო. მაგრამ ამ ჰაშმაპში რა კიბელი უწყლები მექნება ლოგიკურად, ეგ რომ მითხრათ, აბა. რაღაც ჰაშმაპი მაქვს. ანუ ამ მასივს რო გადავუვლი რა? ასოები და რიცხვები. რიცხვები ოკეი და ასო საიდან? საიდან მოვიტანო ასო? ერთი 0 2 1 მნიშვნელობები. ანუ მარიამ მიაბობს რომ key იყოს რიცხვი, ხოლო value იყოს მისი ინდექსი. მე key რიცხვი, მისი ინდექსი, key რიცხვი, მისი ინდექსი, key რიცხვი, მისი ინდექსი. უps. კარგი, და აქ როგორ გაარკვე მე? აი მაგალითად ააწყე ეს ობიექტი. როგორ გაარკვევ აქ? დუპლიკატი არის თუ არა? კონსინდა ვარქვათ, მოდი უკვე ნანახი. მაგას ახსნიო ბოლოში.
ანუ არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც სულ ეს რიცხვები იყოს. არ აუცილებელი. მე შემიძლია დავთრიქო ისეთი რიცხვები, რომელიც უკვე შემხვდა. და ვთქვა, რომ ერთიანი true არის, უკვე შემხვდა. ანუ ერთიანს დავუყურე, გადავუარე. მე ორიანზე მივედი. შევინახე ორიანს, ორიანის true შევინახოთ, მოდი. მე სამიანზე მივედით. სამიანიც არის true. მე კიდე ერთ სამიანზე მივედით, მაგრამ რომ შავხედო აქ მასივში, სამიანი უკვე მაქვს true არის. ესე იგი დუპლიკატი მაქვს ამ მასივში, მაგრამ თუ ისე გადავარეთ მასივს, რომ აქ არაფერი არ შემხვდა უკვე ნანახში, ესე იგი დუპლიკატები არ გვაქვს. ანუ ეგაა ლოგიკა სინამდვილეში. Okay? ანუ მე შემიძლია დავლუპო ჩემი მასივი let num of nums და თუ რომელიმე რიცხვი შემხვდა sin ობიექტში, init შემიძლია გამოვიყენო იმის აზრიდან არის თუ არა ობიექტში. მაშინ დავარეთანოთ true, ანუ უკვე დუპლიკატები არის, თუ არა და შევინახოთ აი ამ ობიექტში ჩვენი num-ი რიცხვი და გავუტოვოთ მოვენიჭეთ მნიშვნელობა true. ანუ ეხლა დააბრუნებს true-ს, ეხლა დააბრუნებს false. Undefined, იმიტომ რომ აქ უნდა დავწერო გარეთ false. თუ აქ არაფერი არ დაერეთან, ესე იგი დუპლიკატები არ გვაქვს. და ნახეთ როგორ მუშაობს ეს. right? sin არის თავიდან ცარიელი ობიექტი. num არის ჯერ 1. 1 არის ამ ობიექტში? არა, ამიტომ მოდი შევქმნათ ერთიანი key და გავუტოვოთ true. აი 1 true. მე ორიანს გადავედით, 2-ც არ არის, ამიტომ შევქმნათ 2 და გავუტოვოთ true. ანუ უკვე აქ მე ვთრექავ რაები გავიარე. მე სამიანიც არ არის, ამიტომ შევქმნათ სამიანი გავუტოვოთ true. მაგრამ ეხლა num-ი კიდევ არის სამიანი და ვამოწმებთ. 3 მაქვს sin-ში? კი. ამიტომ დავარეთანოთ true, იმიტომ რომ დუპლიკატი ვიპოვეთ. მე ასევე შემეძლო რომ ობიექტის მაგივრად გავმეყენებინა მასივი. მასივში ჩამეფუშა ჯერ 1, მერე 2, მერე 3 და includes მეთოდით დამედგინა შეიცავდა თუ არა ეგ მასივი ნიშნულობას, მაგრამ includes მეთოდის უკანაც დგას ციკლი. ანუ გამოვიდოდა რომ მქონდა ციკლი ციკლში. კარგი არა. და ეგ includes მეთოდი ეძებს ჩათვალეთ linear search-ით. ანუ ჯერ პირველ ელემენტს დააკვირდა, მერე მეორეს, მერე მესამეს და თუ იპოვის target რიცხვს, ვიპოვო გეტყვის. როცა მე ობიექტში შემიძლია რაღაცა ვნახო არის თუ არა უცბად. ანუ O1-ით. ანაკა ეს შეიძლება რომ თუ sin-ის num property არის true, ესე შეიძლება რა რამე, იგივე არის. ხო, ეგეც შეიძლება სვამე რომ ინდექსებით გააკეთო, მაგრამ ნუ ესეც კაი ვარიანტია. რას ხდება თემონამი პირდაპირ? რო ობიექტის num-ზე უთითებთ if-ში. ან num-ი არქმევა როგორც property. მე რო აქ ჩავწერე მაგალითად 1 true, 2 true, 3 true. როდესაც num-ი არის 1 სტოლი, 1 in sin ნიშნავს რომ ობიექტში გვაქვს თუ არა ისეთი property, რომელიც key არის ერთიანი. მე ორიანი ნიშნავს რომ sin ობიექტში გვაქვს თუ არა ისეთი property, რომელიც key არის ორიანი. თორე შეიძლება string-ები ყოფილიყო. აი ესეც იგივეა. არის თუ არა ობიექტში თემო property. იგივე ესეც. ანუ key-ზე მითითება კი? key-ზე მითითება. ეს sin num-იც იგივეს გააკეთებდა. ანუ sin ობიექტში ერთიანის მნიშვნელობა ხო არის true. ესე იგი უკვე არსებობს, უკვე შემხოდრია, ამიტომ true-ს დავარეთანებ დუპლიკატია რა. მაგრამ თუ არ არსებობს, false დამებრუნებდო და აქ არ შევიდოდი. Let exists არ შეიძლება?
ერთი ცვლადით რა უნდა გავაკეთოთ? მაგ ცვლადში რა უნდა შევინახოთ, გააჩნია. ლოგიკა რა დღეს მაგის უკან სავა, რომ x-ის ცვლადში რა შეინახო. თორე ამასაც შეიძლება ერქოს x-ის. სინუბრულად სახელია. და რაც შეეხება hash-maps, ანუ ეს შემიძლია hash-map-ის გამეკეთებინა. hash-map-ი არის სტრუქტურა, ჩვეულებრივი data სტრუქტურა, რომელიც ობიექტის მსგავსია. უბრალოდ რაღაც დამატებითი ბენეფიტები აქვს. მაგალითად, ობიექტთან შედარებით უფრო მსუბუქია, არ აქვს ისეთი მეთოდები, რომელიც ობიექტს აქვს და შეგვიძლია რომ hash-map-ის პროპერტიების რაოდენობა გავიგოთ წერტილის size-ით ეგრევე. აი მოდი map-ი შევქმნათ. და ხო სხვანაირად ისეტება პროპერტიები, იშლება, ამოღება სხვანაირია. აქვს თუ არა პროპერტი, ეგ რო გავიგოთ სხვანაირია. მაგრამ ლოგიკა იგივე დაახლოებით. map set name temo map set age 21. დავაკონსოლოთ map-ი და დავაკონსოლოთ map წერტილის size. აი ნახეთ size გააჩნია. მე ობიექტს რამდენი პროპერტი აქვს? უნდა დავთვალოთ ციკლით. და ამას ეგრევე პროპერტი აქვს. ან თუ ესეთი რაღაცები მჭირდება, რომ size-ი გავიგო. რაღაც დამატებითი მანიპულაციები მჭირდება, map-ის გამოყენება შეიძლება. ან ახაც რომ map-ი გამოვიყენო პრობლემა არა, უბრალოდ რო არ დაგამნით, მაგით ვაკეთებ. თორემ თქვენს map-ებზე მაინც ივარიშეთ ხოლმე რა. და ეს რომ მე map-ის გამეკეთებინა, ამას როგორ ჩავწერდი? მოდი ამას დავაკომენტარებ. ეს duplicate const scene არის new map, შევქმნი map-ის სტრუქტურა. მე ისე ჩვეულებრივად დავლუპავ massivs let num of nums და თუ scene maps აქვს, hezari ქართულად აქვს num რიცხვი, მაშინ დავარითანოთ true, იმიტომ რომ უკვე შევხვედრი ეგ რიცხვი დუპლიკატია. და თუ არა და მოდი დავსეტოთ, ანუ ჩავწეროთ scene-ში მნიშვნელობა ახალი. scene წერტილი set num 1. num true ბოდიშით. ანუ num იქნება key და true იქნება value. და თუ არაფერი დაეთანხმება for each-ში ეგრევე false-ი ეთანხმება. ანუ ესეც იგივე აბსოლუტურად. ეხა true-ა, ეხა false იქნება, იმიტომ რომ დუპლიკატი არ გვაქვს. და ნუ იდეაში ესა მოცანა. ჩემი დავალება იქნება ამ ეს ბოლო ამოცაიდან. წარმოიდგინეთ რომ გვაქვს მასივი, სადაც განა ერთხელ მეორდება რიცხვი, არამედ შეიძლება ბევრი დუპლიკატი მქონდეს. და ფუნქციამ განა true ან false უნდა დააბრუნოს, არამედ დუპლიკატი რიცხვების მასივი. ანუ აქ დააბრუნოს 2, 3, 4, იმიტომ რომ 2, 3 და 4 მეორდება. ესე რო ყოფილიყო, უნდა დააბრუნოს 3 და 4, იმიტომ რომ მარტო 3 და 4 მეორდება. ეს იქნება ერთი პატარა დავალება, თუმცა რესურსებად მაგ დალინკული code-ვარსი და lit code-ი შეგიძლია სიტყვაზე GPT-ს ან Claude-ს ან რომელიმე AI-ს უთხრათ, რომ ალგორითმები დამიგენერირეო და იქ იმაში ვარჩიოთ პრობლემა არა. ანუ საერთაშორის, ანუ ყრია ბლომა საერთაშორისოები რა და ეს დაეს დამატებით მოგესით მაგრამ. კითხვები? ეგ გავაკეთე index-ობით და ეგრე გამომიკონსოლა. index-ობით შეიძლება თუ გაიგე პირველი რაღაც ელემენტის index-ოფი და ამ რიცხვის last index-ოფი. ოღონდ უნდა დალუპო და ამ ლუპში უნდა გამოიყენო index-ოფიც და last index-ოფიც. index-ოფი და last index-ოფიც კიდევ რაღაც ალგორითმს იყენებს. ხო ეგეც იგივეა, ანუ მაგასაც იგივე time complexity აქვს. ფილტრის უკანაც ლუპი დგას, index-ოფისგანაც უკანაც ლუპი დგას. ანუ ციკლშია. და მე ერთ ციკლს ვიყენებ, ნახე? ეგ რახა მოკლედ ჩანაწერია, ეგ იმას ანიშნავს, რომ უფრო სწრაფია.
დავალებებით ჩაშნებული ფუნქციების გარეშე გავაკეთოთ? შეგიძლიათ ორივე ხერხი გააკეთოთ. ანუ მარტო ჩაშნებული ფუნქციებით არ იქნება კარგი. მარტო თქვენი თუ გააკეთოთ, კარგია, მაგრამ ორივე თუ გააკეთეთ, ჩვენიერია მეთოდების გამოყენებასაც ისწავლით, იმიტომ რომ პრაქტიკაში ანუ რეალურ პროექტებში თუ რაღაცა დაგვჭირდა პატარა ალგორითმი, ჩვენით არ წერთ ხოლმე უკვე ჩაშნებულ მეთოდებს ვიყენებთ. იმიტომ რომ იქ სისწრაფე ანუ არავინ არ ამჩნევს რა. იმდენად სწრაფია დღესდღეობით კომპიუტერი, არავინ არ ამჩნევს, მაგრამ ალგორითმებში უნდა ჩვენით ვიცოდეთ დაწერა ამ ყველაფრის. ოკეი. და დღეს ასე დამთავრდა ჩვენი JavaScript-ის სერიები. 12 კვირა გავიდა. შემდეგ კვირიდან დაიწყებთ HTML CSS-ის სწავლას, ანუ საიტების აწყობას ვიზუალურად და ნახავთ თქვენი შრომის შედეგს ვიზუალურად უკვე ეკრანზე. თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რომ JavaScript-ის გამეორება არ შეწყვიტოთ ამ შემდგომი სექციის განმავლობაში, იმიტომ რომ დაგჭირდებათ JavaScript-ზე არის დაშენებული ყველა ის ვების ტექნოლოგია, რომელსაც თქვენ ისწავლეთ მომავალში. ამ კურსის განმავლობაში. ამ JavaScript-ს კარგად არ იცით, დაივიწყეთ, არაფერი არ გამოვა საერთოდ რა. ამიტომ JavaScript-ი გაიმეორეთ, ივარჩეთ ალგორითმებში, რესურსების დაგელინკეთ. ეგენი მოიშველით აუცილებლად. მარტო ამ ლექციებს არ დაჯერდეთ. მარტო რომ მისმინოთ, რაც რომ მაგრად ახსნა, ან მთელი დღე გაიჟდეთ, მე ვერ გასწავლით პროგრამირებას. მე არ შემიძლია რომ პროგრამირება გასწავლოთ. მე უბრალოდ გიმარტივებთ გზას და სწორ გზაზე გაყენებთ. რაღაცებში დროს გაზოგინებთ. მე რაღაცას ვწავლობდი 1 კვირა, მაგას გიხსნით 1 საათში. 1 საათში გაგემინებთ. რა, ანუ მაგას გიმარტივებთ. მაგრამ პროგრამირება მაინც თქვენით უნდა ისწავლოთ. ეგ ამთავრია, თუ თქვენით არ დაჯერით და არის შრომით თქვენ თავზე, ისე არაფერი არ გამოვა. მე იმის საშუალება და შესაძლებლობა არ მაქვს, რომ რაღაც თავში ჩაგიდოთ. ავიღო ჩაგიდო. ან რაღაც გამოცდილება უცბად ესე შეგძინოთ რა, მაგის სკილი და უნარი არავის არ აქვს. უბრალოდ მე გიმარტივებთ საქმეზე, სწორ მიმართულებას გაჩვენებთ. დანარჩენი თქვენზეა და რესურსებიც მოგაყარეთ, მაგებს შაუჯექით. შემდეგი ლექციებიდან HTML CSS-ზე შეიძლება 1-2 კვირა ვიყო. კიდევ. და მე უკვე სხვა მენტორები მოგევლინებიან ლექტორებად. HTML CSS-ის დომზე მე კიდე რეაქციის სწავლით. თუმცა მენტორად ანუ ვისთანაც ვარ პირადი მენტორი, მენტორად დავრჩები ჩვეულებრივ, უბრალოდ ლექციებს აკითხავს სხვა ლექტორი. კარგით. იმედია მოგეწონათ JavaScript-ი, მაგრამ არ გიფიქროთ რომ დაამთავრეთ JavaScript-ი, JavaScript სულ გამოიყენებთ. უბრალოდ შემდეგი 2-3 კვირა არ იქნება ლექციების საუბარი რა ამ JavaScript-ზე. თქვენ მაინც უნდა იმეცადინოთ, მაგრამ იმის მერე ყველა ლექციაზე დაგჭირდება JavaScript-ი, აბსოლუტურად ყველა ლექციაზე. ამიტომ რაღაცა თუ არ გესმით JavaScript-ში, ჯობია რომ ჩაუждეთ და გაიმეოროთ. კარგით. თუ მეტი კითხვა არა დღეისთვის. დაგემშვიდობებით და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.